საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე ვარ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. დღეს ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს, რომელსაც ქართველური ცივილიზაცია ეწოდება. დღეს ჩვენ მესამე საუბარი გვაქვს და შეგახსენებთ, რომ წინა საუბარში ჩვენ დავიწყეთ ამირანის მამის, სულკალმახის ეტიმოლოგიის გამოკვლევა. თუმცა, როდესაც უკვე ვაჯამებდით არსებულ შეხედულებებს, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ბატონი ჯემალ შარაშენიძის ძლიერ საინტერესო სტატია, რომელშიც საკმაოდ დეტალურად არის განხილული სავარაუდოდ სულკალმახის ეტიმოლოგია, აღმოჩნდა, რომ შეიცავდა მთელ რიგ წინააღმდეგობებსა და გადაულახავ ბარიერებს. შეგახსენებთ, რა იყო ეს წინააღმდეგობები. პირველი ეს გახდათ მნიშვნელობათა განსხვავება ქართულ სულკალმახსა და შუმერულ საანალიზო სულკალმახს შორის, მნიშვნელობა, ესე იგი, სემანტიკა. მეორე ეს გახდათ დათარიღება შუმერულში არსებული სულკალმახის არსებობისა, რომელიც მოიაზრებოდა მე-4000 წლეულის მეორე ნახევრით და ჩვენ დაახლოებით კონკრეტული ციფრი ვთქვით, ხო? 3500 წელი ძველი წელთა აღრიცხვიდან, რომ უფრო კარგად წარმოვიდგინოთ თუ რომელ ეპოქაზე არის საუბარი. და ასევე ამ ქრონოლოგიასთან დაკავშირებული იყო, უпростоრად ჩვენ დავაკავშირეთ სესხების კომპონენტი, რომელიც ავტორის თვალსაზრისით ძველი წელთა აღრიცხვის მესამე და მეორე 1000 წლეულების მიჯნაზე მოხდა. სესხება მოხდა შუმერულიდან ქართველურში, იქ გარკვეული ფონეტიკური ცვლილებებით. მესამე საკითხი, რომელიც ასევე მეტნაკლებად წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა, ეს გახლავთ უშუალოდ თვითონ სიტყვა სულკალმახ, რომელიც შუმერულად ნიშნავს ელჩს, მდივანს, სახელმწიფო მოღვაწეს. ხოლო თუ მას ეს მახ კომპონენტი აქვს დართული, მაშინ იგი რთული სახელი ხდება და მნიშვნელობა აქვს დიდი სუკალი, ანუ დიდი ელჩი, დიდი თანამდებობის მქონე სახელმწიფო მოღვაწე. აი ამ ფონეტიკურ კონტურს გარკვეული ცვლილებები შეეხო და საქმე იმაშია, რომ ბატონი ჯემალ შარაშენიძის მიერ განხილული ფორმა ორი კანით, ანუ ორი კ ბგერით არის წარმოდგენილი. მაშინ, როდესაც დღესდღეობით უკვე შუმერული ლექსიკონის მეორე რედაქციაში საუბარი არის პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ ელექტრონულ შუმერულ ლექსიკონზე, რომლის მეორე რედაქციაში უკვე საანალიზო სიტყვა დაფიქსირებული არის ერთი კანით და იქვე მითითებულია, რომ ორი კანი გასწორებულია, ანუ შეცდომით იყო ასე ვთქვათ ტრანსლიტერირებული და ახლა იგი შეიცვალა ერთი კანით. როდესაც ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები, იქვე ვთქვით, რომ სამწუხაროდ თვითონ ლოგოგრაფები, ანუ თვითონ ის შუმერული ასონიშნები, რომლებსაც ლოგოგრამებს უწოდებთ, ვინაიდან ისინი უშუალოდ მთელ სიტყვებს წარმოადგენდნენ, არის მხოლოდ და მხოლოდ ფონეტიკური თვალსაზრისით განხილული. მაშინ, როდესაც უშუალოდ ამ ნიშნებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანალიზის დროს, რაც მე ჩემი აგერ უკვე 30 წელიწადზე მეტმა ჩემო უშუალო კვლევითმა პრაქტიკამ მიჩვენა. და წარმოდგენილი
წინააღმდეგობების, ბარიერების საფუძველზე და თვითონ ასირიოლოგიაში მომხდარი აი ამ ცვლილების საფუძველზე, რომელიც ახლა ხან მახსენე, ხო? აუცილებელი გახდა, რა თქმა უნდა, აი ამ სიტყვის ამირანის მამის სახელის, სულკალმახის ხელახალი ანალიზი შუმერულთან დაკავშირებით. როგორ დავიწყოთ ახლა ეს? საქმე იმაშია, რომ აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ის სიტყვები, რომლებიც საანალიზო ერთეულს მეტნაკლებად მაინც შეიცავენ. ასეთები შუმერულ ლექსიკონში, ამ ელექტრონულ ლექსიკონში სულ 3-ია ფიქსირებული. როგორც სლაიდიდან ჩანს, ჩვენ ვიხილავთ ასე იგი პირველ სიტყვას, რომელიც წარმოდგენილი არის შუმერულში, როგორც დინგირ სუკალ მახ. როგორც ხედავთ სახელს წინ უძღვის ლათინური პატარა სუპერსკრიპტით მოცემული d ასო დონი. ეს ნიშნავს დინგირ, ანუ ღვთაებას და იგი თემატური ჯგუფის მაჩვენებელია, რაც იმას მოასწავებს, რომ აღნიშნული სახელი თეოფორულია, საკუთარი სახელია და ღმერთის სახელი გახლავთ. აქ ეხლა მე რომ გამოვთქვი სახელი დინგირ სუკალმახ, ალბათ ისინი, ვინც შუმერულში მეტნაკლებად ერკვევა, კითხვას დამისვავს, ანდა შემეწინააღმდეგება და მეტყვის, რომ ახლა აღნიშნული დეტერმინატივი, ანუ აღნიშნული სიტყვა არ იკითხება როგორც დინგირ. სწორია. ახლა იგი ცხვირის მიერ მაბგერამ შეცვალა და იკითხება როგორც დინგირ. აქედან გამომდინარე მე პირადად, ხო, აღნიშნულ შესწორებას არ მივიჩნევ სწორად და არ მივიჩნევ სწორად იმის გამო, რომ ეს სიტყვაც დინგირ მომდინარეობს, რომელიც პირველი გამოთქმა იყო ზოგადად ასირიოლოგიაში აღნიშნული სიტყვისა, მომდინარეობს ქართველურიდან და იგი სრულიად განსხვავებული სიტყვიდან მომდინარეობს, უпростоრად განსხვავებული თანხმოვანი ფიგურირებს მასში. მე ეს აღნიშნული სიტყვა გაანალიზებული მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ამ საუბარში ჩვენ მას არ ჩავთავთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ გადაუხვიო ჩვენი ძირითადი თემიდან. უბრალოდ მე მსურს რომ დავიმახსოვროთ, რომ ყველანაირი შესწორება, რომელიც კი მაგალითად შუმერულ ლექსიკაში მოხდება, არ ნიშნავს იმას, რომ იგი სწორად არის შესრულებული, ანუ გასწორებულია შეცდომა. იგი შეიძლება უფრო ღრმა შეცდომაშიც კი შედიოდეს, როგორიც ეს მაგალითად დინგირის შემთხვევაში გვაქვს. თუმცა გვაქვს განსხვავებული შემთხვევებიც, როდესაც პირიქით გამოსწორებულია ყოფილი შეცდომა და ეს და ასეთი შემთხვევა სწორედ დაკავშირებული არის მეორე სახელთან, რომელიც იკითხება როგორც სუკალმახ. როგორც ხედავთ, აქაც ორი კანითა მაქვს აღნიშნული სიტყვა წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი და მეორე სიტყვები ამ შემთხვევაში ერთნაირად იწერება და ეს მეორე სიტყვა სწორედ ის სუკალმახი გახლავთ, რომელიც ჩვენ წინა საუბარში ბატონი ჯემალის ნაშრომში გავაანალიზეთ. მესამე სიტყვა ეს გახლავთ სუკალ. სუკალ ცალკე აღებული ნიშნავს მდივანს, ელს, სახელმწიფო მოღვაწეს. ეს ცალკე სიტყვა დამოუკიდებელი ლექსემა, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სუკალმახზე და დინგირ სუკალმახზე, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს რთულ სიტყვასთან, ხო? თხზულ სიტყვასთან, რომელიც შედგება ორი ძირისაგან და როგორც ხედავთ, ორი ლოგოგრამისაგან. მაგრამ თუ შუა სიტყვას სუკალმახს დაუკვირდებით, რომელიც გაანალიზებული იყო უკვე, ხო? წინა საუბარში აღმოჩნდება, რომ მას მეორე ვარიანტიც მოსდევს თან, აი ქვედა შუა რეგისტრშია უпростоრად აღნიშნული სახელი წარმოდგენილი და იქ უკვე ერთი კანით არის დაწერილი აღნიშნული სიტყვა და იგი იკითხება უკვე სუკალმახ. როგორც ხედავთ, ძალიან რბილად გადადის თითქოს, ხო? ერთიდან მეორეში, ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ აღნიშნულ სახელებს, აი ამ კონტრასტის გამოყოფის თვალსაზრისით, სუკალმახ და სუკალ.
ასე იგი აი ეს სუკალ ახლა დღეს უკვე მიღებული არის აღნიშნული სიტყვის სწორ დაწერილობად და ამ შემთხვევაში როგორც ჩვენ დავინახავთ ჩვენი ანალიზიდან ქართული კარნახობს რომ დიახ ეს შესწორება სწორია აქ ახლა ოდნავ გავჩერდები და ორიოდე სიტყვით შევეხები რატომ მაინც და მაინც ქართული კარნახობს რომ ამ შემთხვევაში მაგალითად სიტყვის ფონეტიკური დაწერილობა ანუ ბგერითი შედგენილობა სწორად არის შესრულებული საქმე იმაში გახლავთ რომ შუმერულში არსებობს ეგრეთ წოდებული სტანდარტის შესაძლებელი სტანდარტის ცნება შესაძლებელი სტანდარტი არის ის ენა რომელმაც უნდა გიკარნახოთ ჩატარებული ანალიზი სწორია თუ სწორი არ არის უნდა აქვე ვახსენოთ რომ ქართველური ენები სწორედ ჩემი კვლევების მიხედვით აი ასეთი სტანდარტული სისტემის ფუნქციას ასრულებენ აი სწორედ ქართველური ენები და შემდეგ როგორც უკვე ვნახავთ ჩვენი ანალიზიდან კარნახობენ ჩვენ რომ ერთ შემთხვევაში მაგალითად გასწორება არ იყო სწორი ხოლო მეორე შემთხვევაში კი სწორი იყო ეხლა დავაკვირდეთ აღნიშნულ სამივე სიტყვას და დავაკვირდეთ მათ ორთოგრაფიას. Ესენი როგორც ხედავთ, ყვითლად არის გამოყოფილი სლაიდზე, რაც იმას გვეუბნება, რომ აი ამ კომპონენტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. აქედან აშკარად იკეთება ის ფაქტი, რომ სუკალმახის შემადგენელი ორივე ერთეული, ანუ ორივე ლოგოგრამა, გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. Როგორც ხედავთ, აი ქვედა მარცხენა რეგისტრში თქვენ ხედავთ, რომ ნაჩვენები არის ლოგოგრამა სუკალ, რომელშიც ბოლო თანხმოვანი იკითხება ერთ შემთხვევაში, როგორც უკაცრავად შუა თანხმოვანი იკითხება, როგორც ორი კანი, სუკალ, ხოლო მეორე შემთხვევაში კი, როგორც ერთი კანი, სუკალ. ისმის კითხვა, რატომ უნდა იყოს ეს, რატომ უნდა აქონდეს აღნიშნულ სიტყვას სრულიად განსხვავებული გამოთქმები, ფონეტიკური ღირებულებები, როდესაც საუბარი არის ერთსა და იმავე ნიშანზე. მაგრამ ეს პრობლემატიკის ერთი მხარეა, ჩვენ გვაქვს მეორე მხარეც. ეს არის უკვე მეორე ლოგოგრამა, ხო? მახ ლოგოგრამა, რომელშიც უკანა მაგალითად ბოლო თანხმოვანი წარმოდგენილი არის ორი განსხვავებული ღირებულებით. ზევითა ვარიანტში მოცემული არის H-ის ანუ H-ის წაკითხვა როგორც X და ამ შემთხვევაში იკითხება მახ, ხოლო მეორე შემთხვევაში კი იკითხება როგორც მახ, ანუ H-ის მნიშვნელობით. კიდევ და კიდევ ჩვენ გვაქვს ერთი სიტყვა საანალიზო და აქედან გამომდინარე თურმე აღმოჩნდა რომ ამ სიტყვის შემადგენელ ორივე ლოგოგრამასთან ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. ამიტომ ამ პრობლემების გადაწყვეტის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ქართულ-შუმერული ანალიზის ჩატარებას ვერ შევძლებთ და ვერ შევძლებთ მას, რა თქმა უნდა, სრულ ფასოვნად. რითი დავიწყოთ, რომელი ლოგოგრამით, სუკალითა თუ მახით? მე ვიწყებ მეორეთი და რატომ მეორეთი? ახლა მოგახსენებთ. 2012 წელს ლეიდენში, ჰოლანდიაში ჩატარდა მსოფლიოს ასირიოლოგთა 58 კონგრესი. ამ კონგრესზე მე წარმოვადგინე პოსტერი. ამ პოსტერში განხილული იყო რასაც მე ვუწოდებ ლექსიკოგრაფიული ალგორითმის დეშიფრირება. ძალიან მოკლედ შევეხები ამ ლექსიკოგრაფიულ ალგორითმს, რაც წარმოადგენს იგი. ჩვენ ვიცით, რომ შუმერული სადამწერლობო ფირფიტები, უпростоოდ აი პირველი ტექსტები, სიტყვები და ასე შემდეგ, ეკუთვნის ძველი წელთა აღრიცხვის 3300-დან 3000 დაახლოებით 3000 წლამდე. ეს არის ძველი ურუკის პერიოდი და მას ათარიღებენ არქეოლოგები როგორც ურუკი 4 და 3-ის ეპოქა. საქმე იმაშია, რომ აი ამ დროს ყველას და გასაოცრად აღმოჩნდა ფირფიტებს შორის
ერთენოვანი ლექსიკონები. აი ისეთები ჩვენ რომ განმარტებით ლექსიკონებს ვუწოდებთ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ ჩვენ განმარტებით ლექსიკონში მოცემული გვაქვს სიტყვების სია და თითოეულ სიტყვას თავისი განსაზღვრება მოყვება, ხო, რაც წარმოადგენს, რა მნიშვნელობები აქვს და ასე შემდეგ, შუმერულ აი ასეთ ერთენოვან ლექსიკონებში განსაზღვრება არ მოდიოდა. ფაქტობრივად იგი წარმოადგენდა სიტყვების სიას და ზუსტად ასეც უწოდებენ ასირიოლოგიაში ლექსიკური სიები. და სწორიც არის იგი, როგორც უკვე ვთქვით, ისინი მხოლოდ წარმოდგენილი არის დაწერილობით. მაგრამ ასირიოლოგებმა დაადგინეს და სხვათა შორის ეს გარკვეულწილად თვითონ კვლევის დროსაც ფირფიტებზეც აღმოჩნდა აღნიშნული ინფორმაცია და საქმე იმაშია, რომ თურმე, როდესაც შუმერული ლექსიკონები იწერებოდა, აი ის მწერლები სიტყვების ნოტაციას, ანუ ჩაწერას ახდედნენ გარკვეული ფორმულის მიხედვით. აი ეს ფორმულა ჟღერს ასე. ნიშანი რომელიღაცა, ხო? აი ალგორითმი, მაპატიეთ რომელიმე ლოგოგრამა, ხო? რომელის პირობითად წარმოდგენილი არის ეს ნიშანით. და გამოდის. ნიშანი S იკითხება როგორც R, ესეც რომელიღაცა გაურკვეველი მნიშვნელობის ადგილზე დგას, ხო? მაშინ, როდესაც ის ნიშნავს M-ს. რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ თუ ჩვენ რაღაცა გარკვეული პირობები არ დავაკმაყოფილეთ, ჩვენ ზუსტად საანალიზო რომელიმე სიტყვის ვერც ბგერით შედგენილობას ვერ განსაზღვრავთ. ვერც მის მნიშვნელობას ვერ განსაზღვრავთ. და აქედან გამომდინარე ვერც მის ენობრივ მახასიათებლებს ვერ განსაზღვრავთ. აი ეს სწორედ ლექსიკოგრაფიული ალგორითმი, როგორც მე მას ვუწოდებ, ერთ-ერთი ურთულესი საკითხი გახავთ შუმეროლოგიაში. ყველა დიდმა შუმეროლოგმა სცადა რომ აეხსნა აღნიშნული ლექსიკოგრაფიული ალგორითმი, მაგრამ მათ ეს ხელ არ ეწიფებათ. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი სისტემა, რომელიც იწვევს ამ ფორმულის ამუშავებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველური ენები. როგორც კი მოიყვანთ ქართველურ ენებს და ჩასვავთ აი ამ ფორმულაში, რომელიღაცა საანალიზო სიტყვის სწორად წასაკითხა და მისი მნიშვნელობის გასაგებად, ეს ფორმულა იწყებს ეგრევე მუშაობას და გაწვდით არა მხოლოდ სწორფონეტიკურ აგებულებას, არამედ მის შინაარს და გარდა ამისა გელაპარაკებათ თვითონ გაძლევთ ინფორმაციას სიტყვის სტრუქტურაზე, შემადგენელ მორფემებზე, რომელია გრამატიკული მორფემა, რომელია მაწარმოებელი სიტყვის მაწარმოებელი მორფემა, ძირი რომელია და ასე შემდეგ. ანუ მთლიანად ფაქტობრივად ენობრივ ინფორმაციას იქვე გაწვდით აღნიშნული ფორმულა. აი ამ შემთხვევაში ახლა წარმოიდგინეთ, რომ მე წარმოვადგინე ასეთი გამოკვლევა აღნიშნული ფორმულისა, რომელშიც ერთ-ერთ ელემენტად, ერთ-ერთ მაგალითად წარმოდგენილი იყოს სწორედ აი ეს მახ ლოგოგრამა. ამიტომ ვიწყებ ახლა მე სწორედ ამ ლოგოგრამით, იმიტომ რომ იგი უკვე შესწავლილია და გარკვეულწილად გამოკვლეულიც მაპატიეთ დაბეჭდილიც არის. ეს ლოგოგრამა, უпростоრად მისი გამოთქმა აღმოჩნდა, რომ მახ არ არის სწორი, იგი მომდინარეობს ქართული სიტყვიდან მაღ. ეს მაღ ჩვენში ფიგურირებს სიტყვაში მაღალი და ეს მაღ წარმოადგენს ძირს. ვინაიდან ჩვენ ასევე გვაქვს სიტყვა დაბ-ალ-ი, რომელშიც ასევე ალ წარმოდგენილი არის როგორც სუფიქსი. არნოლდ ჩიქობავას მიხედვით, აი ესეთი ელემენტები და მას მთელი ჯგუფი აქვს გამოყოფილი, იყვნენ ძველი ქართული ფუძის მაწარმოებელი ელემენტები. აქედან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ და მაღალს რა თქმა უნდა დიდის მნიშვნელობა აქვს და მაღლის მნიშვნელობა აქვს, ხო სწორია? და შუმერულში ეს მნიშვნელობა შენარჩუნებულია, ვინაიდან ის სიტყვა, რომელიც მე აღნიშნულ პოსტერში მაქვს გაანალიზებული, არის
კირიმახ. ეს კირიმახ ნიშნავს ბაღს, რომელშიც მაღალი და დიდი ხეებია დარგული. აქედან გამომდინარე, ზუსტად ჩვენი ქართული მაღალი ხო თავისი მნიშვნელობით მთლიანად განსაზღვრავდა აღნიშნულ სიტყვას. როდესაც აღნიშნულ შუმერულ სიტყვას, რა თქმა უნდა. მას ასე ჩვენ უკვე ვიცით, რომ აი ეს ლოგოგრამა შეიძლება წავიკითხოთ როგორც მაღ, ხო, ღანის მეშვეობით, შეგვიძლია წავიკითხოთ როგორც მახ, ხანის მეშვეობით და შეგვიძლია წავიკითხოთ როგორც მახ, ჰაეს მეშვეობით. აღმოჩნდა, რომ როდესაც ჩვენ ასეთი შემთხვევები გვაქვს და მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, აღნიშნულ პოსტერში საკმაოდ ბევრი მაგალითი არის მოყვანილი. ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ არაჩვეულებრივ ურთიერთობაზე, ეტიმოლოგიურად სავარაუდოდ დაკავშირებულ სიტყვებთან, არამედ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ კოდებზე. ეს არის უკვე კოდი, ეს არ არის ჩვეულებრივი სიტყვა, ეს არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობები ეტიმოლოგიური წყვილის წარმომადგენლებს შორის, ეს უკვე არის კოდური ურთიერთობები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც მე წეღან ლექსიკოგრაფიულ ფორმულაზე ვახსენე, აღმოჩნდა, რომ ლექსიკოგრაფიული ფორმულა ყოფილა კოდების მაწარმოებელი ფორმულა და მისივე წაკითხვის საშუალება. ეს ამ ფორმულას სხვათა შორის აი ამ კოდურ სისტემას ეწოდება სრულყოფილი კოდები და აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ კლოდ შენონი, ამერიკელი მეცნიერი, რომელსაც დაევალა მეორე მსოფლიო ომის დროს, რომ შეესწავლა ყველა სახის კრიპტული ანუ საიდუმლო კოდური დაწერილობა და ერთ-ერთ თავის ნაშრომში მან აღნიშნა, რომ შეიძლება არსებობდესო ისეთი კოდებიცო, როდესაც კოდიც და მისი გასაღებიც იქვე არის მოცემულიო, მაგრამ ეს იმდენად თეორიულად შეუძლებელი ეს არის შესაძლებლობაო, რომ ამაზე საუბარიც არ შეიძლება, ძალიან რთული განსახორციელებელიაო. საქმე იმაშია, რომ თურმე ქართული და შუმერული უამრავ შემთხვევაში სწორედ აი ასეთი სრულყოფილი კოდებით არიან დაკავშირებული. მაშ ასე ჩვენ უკვე ვიცით, რომ სუკალმა რომელ სიტყვასაც ვაანალიზებთ, მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი ლოგოგრამა მომდინარეობს ქართული ლექსიკური სივრციდან და მისი არქეტიპი გახლავთ მაღალის ლექსემა. არსებობს ენათმეცნიერებაში ასეთი დაუწერელი კანონი, რომ თურთულ სიტყვაში მაგალითად ერთი სიტყვა, ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი მაგალითად ქართული სივრციდან მომდინარეობს, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ენას, მეორე კომპონენტიც იმავე ენობრივი სივრციდან უნდა მომდინარეობდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაშინ სუკალ ჩვენ ასევე უნდა ვეძებოთ ქართულ სისტემაში. აი ამ სიტყვის ძიებამ მე მიმიყვანა ერთ-ერთი ლექსიკური ერთეულის პუბნამდე, ეს გახლავთ ქართული და სულხან საბას ლექსიკონში დაფიქსირებული სიტყვა გახლავთ, მას ქვია საგალი. საგალი გახლავთ თავისი განმარტების მიხედვით საბას უწერია თევზთა სამსალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული რაღაც საკვები ყოფილა თურმე თევზების საწამლავი. ამ სიტყვას, რა თქმა უნდა, არანაირ ყურადღებას არ მივაქცევდი, მიუხედავად იმისა, რომ საგალ და სუკალ ენათმეცნიერისთვის ძალიან ახლოს მდგომი სიტყვები გახლავთ, მაგრამ ეტყობა ჩემი პირველი რეაქცია, ალბათ ისეთივე იქნებოდა, როგორც სხვა ენათმეცნიერების რეაქცია, იმიტომ
იმიტომ რომ სემანტიკურად რა თქმა უნდა ისინი აბსოლუტურად არ უდგებიან ერთმანეთს მაგრამ მე ამ შემთხვევაში მშველის უკვე ქართველური სისტემა მე ვიცი რომ ქართულში მე მაქვს სულ კალმახი და ეს კალმახი არის თევზის ჯიშის აქედან გამომდინარე როდესაც მე ვხედავ თევზთა სამსალა მე უკვე ქართული მეუბნება რომ ეს სიტყვა შეიძლება ზუსტად ის იყოს რომელიც ჩვენ გვჭირდება ამიტომ ეს საგალ მე რა თქმა უნდა ანალიზში შემოვიტანე უფრო მეტიც ჩვენ აგრეთვე გვაქვს სიტყვა საკალ ანუ საკლავი რომელშიც უკვე ამოვარდნილია და ორივე საგალ რომელიც ნიშნავდა თევზთა სამსალას ხო მათ საწამლავს და საბლოჯამში მომაკვდინებელ საკვებს ასე ვთქვათ ხო საკალ სემანტიკურად ძალიან უახლოვდებოდა საგალს იმიტომ რომ იქაც მოკლის კომპონენტი იყო მის მნიშვნელობაში და თუ საკალ ჩვენ ასევე გვჭირდება უკვე რა თქმა უნდა რომ შემოვიტანოთ ანალიზში მაშინ უფრო ახლოს აღმოჩნდა რომ ეს საკალ არის შუმერულ სუკალთან ახლოს ვიდრე თვითონ ეს საგალი ესე იგი მივიღეთ საბოლოო ჯამში ორი ერთეული ერთი არის სუკალ და მეორე არის საკალ და ეხლა თქვენ სლაიდზე სწორედ აი ამ ორ შუმერულსა და ქართულ სიტყვას ხედავთ რაც შეეხება ეხლა აი ამ შუმერულ სუკალს შუმერული სუკალი მიღებული არის ასირიოლოგიაში რომ წარმოადგენს მარტივ სიტყვას ანუ ერთი ძირისაგან შედგება მაშინ როდესაც ქართულში საკალი ისევე როგორც საგალი ისინი სტრუქტურულად შედარებით უფრო რთულია ვინაიდან შედგებიან პრეფიქსისაგან სა და ძირისაგან კალ უნდა მოგახსენოთ რომ აი ქართულში ეს საკალი ხო და ეს სა როგორც კონფიქსი ყველაზე ხშირად იხმარება ხოლმე სწორედ აი ამ ფორმით, საე ფორმით, მაგალითად საკათ მე რო ვიტყვით ან საღორე და ასე შემდეგ. ხო, ანუ ფუნქციას გვიჩვენებს, რაღაც დანიშნულებას გვიჩვენებს, ხოლო თუმცა ხანდახან შეიძლება ეს არც კი კონდეს და მარტო სა იყოს ხოლმე. აქედან გამომდინარე შუმერულში არსებულია ეს სუკალ, სავსებით შესაძლებელია, რომ მომდინარეობდეს აი ამ ქართული საკალიდან, ოღონდ ისე რომ მას ბოლო ხმოვანი, ასე ვთქვათ, აი ეს კონფიქსის მეორე ელემენტი მოშორებული აქვს. თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ შუმერულსაც აქვს თვითონ ასეთი წესი, რომ ბოლო მარცვალს, უბრალოდ მაპატიეთ ბოლო ბგერას, ხმოვანი იქნებოდა თუ ის თუ თანხმოვანი და ზოგჯერ მარცვალსაც კი ისინი აგდებდნენ ხოლმე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი შუმერული სუკალ სავსებით შესაძლებელია, რომ აი ასეთი ფორმით, სწორედ კალ ფორმით შემორჩენილი ყოფილიყო, როგორც ქართული ასე ვთქვათ, მასალის საფუძველზე, ასე უშუალოდ შუმერული მასალის საფუძველზედაც, მაგრამ აქ წარმოიშვება ერთი ძალიან სერიოზული საკითხი. რა დაემართა შუმერულ ус და რა დაემართა ქართულ ას. ორივე ხმოვანი უკანა რიგის ხმოვნები გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გადასვლა, ანუ მათი ცვლილება ძალიან მარტივად ხდება ხოლმე ენაში, მით უმეტეს როდესაც ჩვენ ათასწლეულებზე ვსაუბრობთ, ხო? აქედან გამომდინარე, სუკალ რომ ყოფილიყო საკალ, სავსებით შესაძლებელია. იგი არანაირ წინააღმდეგობას არ ხვდება ენათმეცნიერული თვალსაზრისით. და თუ ჩვენ აღვადგენთ აი ამ ფორმას, ანუ სუკალ გახდება საკალ, აღმოჩნდება, რომ ის შუმერული ვითომდაც მარტივი სიტყვა თურმე გახდა უცებ ნაწარმოების სიტყვა და მანაც ეს პირველი მარცვალი პრეფიქსად გამოიცხადა. ამრიგად მივიღეთ, რომ ქართული საკალი და შუმერული სუკალ, რომელიც მომდინარეობს ქართული საკალიდან, აბსოლუტურად ერთნაირია თავისი სტრუქტურის მიხედვით და როგორც ხედავთ უკვე მიგვანიშნა იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს პრეფიქსი და ჩვენ გვაქვს ძირი, მაგრამ
რა უყოთ მნიშვნელობას? მნიშვნელობა ჩვენ აქ ერთ შემთხვევაში შუმერულში ჩვენ გვაქვს დივანი, მოხელე და ასე შემდეგ და მეორე შემთხვევაში კი ჩვენ გვაქვს კვლա, ხო? რანაირად შეიძლება ისინი ერთმანეთს დაუკავშიროთ. მოდით ახლა ვნახოთ, გადავიდეთ უფრო სწორად სუკალმახის ძირითად ფორმაზე, ეს გახლავთ სუკალს დამატებული მახ ფორმა, გახსოვთ ალბათ რომელ ფორმაზე ვსაუბრობდით, ეხავე ჩვენ აი ეს სუკალ, რომელიც შუა ასე ვთქვათ შუაში მდებარეობს ზედა რეგისტრში და უნდა დავუმატოთ სიტყვა მახ, ხო? სუკალ მახ და თუ ჩვენ ამას ეხლა აღდგენილი ფორმით გავაკეთებთ, მივიღეთ საკალმახ და საკალმახ თავისთავად უკვე გეუბნება, რომ შენ ებგერა უნდა დაუმატო, იმიტომ რომ საკალმახეს ღებულობ და საკალმახეს რომ ღებულობ, შენ უკვე შუმერული სისტემით კი ვერ მიდიხარ, არამედ ქართველური სისტემა გკარნახობ თუ საით უნდა მიხვიდე და როგორი დეშიფრირება უნდა გააკეთო. მიიღე საკალმახე, მაგრამ მიიღე საკალმახე ვიღაც ელჩების, სახელმწიფო მოხელეების და ასე შემდეგ. შეიძლება ასეთი რამ არსებობდეს. აი ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არსებობდეს, თუ არ ვიგულისხმებთ იმ მეტაფორულ გადატანას, რაც შეიძლება საკალმახეს გააჩნდეს. საკალმახე არის ხელოვნურად შექმნილი რაღაც შენობა შეიძლება იყოს, დაწესებულება შეიძლება იყოს, სისტემა შეიძლება იყოს, რომელშიც აი ამ ადამიანების, ანუ აი ამ ელჩების, იგივე მოხელეების მომზადება ხდებოდა. გამოდის, რომ საკალმახე გადააზრებული კუთხით გამოდის უმაღლესი სასწავლებელი სახელმწიფო მოღვაწეების მოსამზადებლად. შეგვიძლია თუ არა ჩვენ აღნიშნული ფენომენის დადგენა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ბეროსუსი გახლდათ ბაბილონში მარდუქის ტაძრის მთავარი ქურუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მიუწვდებოდა ხელი აბსოლუტურად ყველა ინფორმაციაზე, ყველანაირ წიგზე. და აი სწორედ მას დაწერილი აქვს ბაბილონის ისტორია, რომელსაც ბაბილონიკა ქვია, ბერძნულად არის იგი დაწერილი, მაგრამ ამ წიგს ჩვენამდე არ მოუღწევია. მოაღწია მხოლოდ გარკვეულმა ციტირებებმა აღნიშნული ნაშრომიდან. და აი ამ ნაშრომში ბეროსუსი საუბრობს იმაზე, რომ თურმე ერიტრიის ზღვიდან და ერიტრიის ზღვა ეს იგივე სპარსეთის ყურე გახლავთ, თურმე ყოველ დღე გამოდიოდა ვიღაც თევზკაცი, ამ ეს თევზკაცი ასე ვთქვათ ორი სტიქიისაგან შედგებოდა, მიწიური სტიქიისაგან, ადამიანური სტიქიისაგან და წყლის სტიქიისაგან და ამ ადამიანმა, რომელსაც უანს ეძახი უწოდებს შუმერული მითოლოგია, შუმერული ლიტერატურა, ბერძნულში მას უანეს ეძახიან ბერძნულად, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანმა მიუტანა იქ მცხოვრებ, ვიმეორებ ბეროსუსის თვალსაზრისით, იქ მცხოვრებ ველურ ხალხს კულტურა, მოახდინა მათი ცივილიზება. აი ეს თევზკაცი უანი ან ოანესი, რომელიც მე გაანალიზებული მაქვს ჩემი მიჯაჭვური ამირანის ლინგვოკულტუროლოგიურ ქსელში, აღმოჩნდება, რომ ყოფილა იგივე სულკალმახი, მისის ანუ ჩვენ აუცილებლად უნდა წარმოვიდგინოთ ის, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ არა ლექსიკურ მნიშვნელობებზე, არა იმ კონკრეტულ მნიშვნელობებზე, რაც ჩვენთვის ძალიან ახლობელია, ნაცნობია და რითიც როგორც წესი ჩვენ კომუნიკაციას ვამყარებთ, არსებობს აგრეთვე გარკვეული ინფორმაცია, რომელიც შეუძლიათ ამ სიტყვებმა გადმოსცენ. და როდესაც ეს სიტყვები მრავალ ასპექტურია, მაგრამ ერთსა და იმავე პიროვნებას საგანს მიემართება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს სახელი გამოკვლეულ უნდა იქნეს, იმიტომ რომ ის მხოლოდ ასეთი კვლევა მოგცემს მის შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას. ანუ იგივე ეს თევზკაცი, ხო, რომელსაც შუმერულში ეწოდება უანი და აღმოჩნდა, რომ იგივე ქართველი სულკალმახი ყოფილა,
ჩვენ ორივეს ეს სახელი უნდა შევინარჩუნოთ და სულ კალმახიც უნდა გამოვიკვლიოთ და ოანიც უნდა გამოვიკვლიოთ იმისათვის რომ უფრო სრული წარმოდგენა შეგვექნას აღნიშნული თევზკაცის შესახებ. აი აღმოჩნდა რომ თულმე ეს ადამიანები, აი ეს თევზკაცები, რომლებიც გარკვეულ ჯგუფსაც ქმნიდნენ შუმერში და მათ აფგალუებს ეძახდნენ, ისინი იყვნენ გაცრავად ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც შუმერში მოიტანეს ცივილიზაცია. შეგვიძლია თუ არა აი ეს პიროვნებები ჩვენ ჩავთვალოთ ღვთაებებად. აღმოჩნდა რომ შეგვიძლია, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც უკვე ვთქვით, გაუნათლებელი იყო, როგორც ბერუსუსი ამბობს, ისინი ველურ მდგომარეობაში იყვნენ და აქედან გამომდინარე, ის ადამიანი თუ ის პიროვნება თუ ის თევზკაცი თუ ვინც იყო ის, რომელმაც ისინი გააკულტურა, რომელმაც მათ ყველაფერი ასწავლა, მისცა დამწერლობა, ასწავლა მათემატიკა, ასწავლა ქალაქების შენება და ასე შემდეგ, ისინი მათთვის ღმერთებად იყვნენ წოდებულნი. აქედან გამომდინარე, აი ეს პიროვნებები, რომლებმაც დავიმახსოვროთ, ასწავლეს შუმერებს და ამავე დროს ისინი იყვნენ გაღვთაებრიებულები, ჩვენ უკვე მივიღეთ კავშირი დინგირ სუკალმახსა და სუკალმახსა და სუკალს შორის. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ როგორც უკვე ვთქვით, საკალმახე ყოფილა აი ამ სახელმწიფო მოღვაწეების მოსამზადებელი, ისინი რა ქვია, კურსები გინდა თქვა, ხო, რაღაც დაწესებულება ყოფილა ასეთი, მაგრამ მათ მასწავლებლებიც ყოლიან. ეს მასწავლებლები თავიანთი ცოდნის, თავიანთი მჭევრმეტყველების თუგნებად გამო აყვანილი იყო ღვთაებათა რანგში და აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ვღებულობთ ერთი მხრივ დინგირ სუკალმახ, რომელიც ღვთაებად იყო ჩათვლილი, მაგრამ სინამდვილეში წარმოადგენდა მასწავლებელს. აი იმ საკალმახეში, ანუ იმ უმაღლეს დაწესებულებაში, სადაც სახელმწიფო მოღვაწეებს ამზადებდნენ როგორც დაბალი რანგისას, როგორებიც იყვნენ სუკალები, ასევე უფრო შედარებით მაღალი რანგისაც, როგორებიც იყვნენ სუკალმახები. აი ასე იშიფრება სუკალმახის სახელი შუმერულში. იგი მთლიანად მომდინარეობს ქართველური სიტყვებიდან. ქართველური, როგორც ვნახეთ, პირად მიგვიძღვის იმისაკენ, რომ სწორი დეშიფრირება მოვახდინოთ, რომ მოვახდინოთ სწორი წაკითხვა, რომ მოვახდინოთ სწორი ენობრივი დახასიათება აღნიშნული სიტყვებისა. და როდესაც ეს მოხდება, ამ დროს, აი ეს საანალიზო სიტყვები ჩვენ უკვე გვთავაზობენ ინფორმაციას. და ეს ინფორმაცია ჩვენ ახლა შეგვიძლია აი ამ ჩვენს სლაიდზე წარმოდგენილი სამი სიტყვის ანალიზის საფუძველზე წარმოვადგინოთ. ისევ და ისევ ზედა რეგისტრში, აი ამ სლაიდზე ჩვენ ვხედავთ ვიმეორებ ჩვენი საუბრის დასაწყის ფრაზებს, ხო? დინგირ სუკალმახ მეორე არის უკვე შუა რეგისტრში მოცემულ ფორმულას ვკითხულობ, იმიტომ რომ ზედა რეგისტრში მოცემული ვარიანტი სწორი არის, ეგ არის სუკალმახ და მესამე არის სუკალ. ახლა წავიკითხოთ ყოველივე ეს ინფორმაციულად და გვექნება. ღვთაება სულკალმახები, იმიტომ რომ ესენი იყვნენ მასწავლებლები, ანუ სულიერი წინამძღვრები ადგილობრივი ველური მოსახლეობისა და მე სავსებით ვეთანხმები ბატონ ჯემალ შარაშენიძეს იმაში, რომ პირველი ფორმა დიახაც იყო სულკალმახი, იმიტომ რომ ისინი იყვნენ, კიდევ ვიმეორებ, სულის მასწავლებლები და აი ეს დინგირ სულკალმახები, მასწავლებლები ამზადებდნენ ჩვენ უკვე ვამატებთ ჩვენეულ დეშიფრირების მონაცემებს, ამზადებდნენ სუკალმახებს და სუკალებს საკალმახეში, რომელიც რეალურად წარმოადგენდა უმაღლეს დაწესებულებას სახელმწიფო მოღვაწეთა მოსამზადებლად. აი ასე
გვეხმარება ჩვენ ქართველური მონაცემები იმაში, რომ სწორად გავიგოთ, სწორად წავიკითხოთ და სწორად გავშიფროთ აი ის სიტყვები, რომლებიც შუმერში, შუმეროლოგიაში, მოდით ასე ვიტყვი, ჯერაც წარმოადგენენ ძალიან დიდ პრობლემას. თუ კი ასეთი დიდი მნიშვნელობის ყოფილა ქართველური მასალა შუმერული სიტყვების, თუნდაც ფორმულების, თუნდაც კოდების დეშიფრირებაში ისმის კითხვა. რა ეს ქართველებმა არ იცოდნენ? აღმოჩნდა რომ იცოდნენ და მაშინ იბადება ასეთ შეკითხვა. კი, მაგრამ სად დაგვიტოვეს ეს ინფორმაცია? რატომ არ აქვს ჩვენ ეს ინფორმაცია? რატომ არ ვიცით ჩვენ როგორ ვთქვა, აი პირდაპირ დებულებებით რომ აი ქართველებმა გააკეთეს ეს და ეს და ეს და ეს. თურმე ესეც არსებობს. ესეც არსებობს, მაგრამ მიმობნეულია იგი. მიმობნეულია ქართულ ლექსიკაში, ეს ერთი და დავიმახსოვროთ იგი, მეორე იგი აგრეთვე მოცემული არის ქართულ მითოლოგიაში და დავიმახსოვროთ ესეც და მოცემული ყოფილა ქართულ ისტორიულ წყაროებში და დავიმახსოვროთ ესეც. შემდეგი ჩვენი საუბარი შეეხება სწორედ აი ამ სამ ასპექტს ქართველური მასალისა, რომელშიც, როგორც ჩვენ ვნახავთ, მივიღებთ დასტურს იმისას, რომ ჩვენს მიერ დღეს ჩატარებული ანალიზი ამირანის მამის, სულკალმახის სახელის ეტიმოლოგიის გამოსარკვევად სრულიად დასტურდება. ამით მე ვამთავრებ ჩვენს დღევანდელ გადაცემას. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და დაგიტოვებთ ისევ მიოშოპის საკონტაქტო დეტალებს, ვისაც სურვილი გექნებათ, ჩემი ნაშრომების შეძენა შეგიძლიათ იქ. კარგად ვზარდებოდეთ.